ჯია. შევდივარ აუდიო სეტინგებში ერთ წუთი. Pozoreba audio setting. Ai audio setting-ებში შევედი და რა აირჩიეთო? ეს აირჩიეთ. ხო? აჰა, ეს ავირჩიეთ. კარგი. და მაშინ მე მექნება საშუალება, რომ ეს აუქნა ერთწამით. ხედავდეთ აქ. ჩავთოთ. ხო, აი ხა მომწე საშუალება. ისე გავაზიარო პრეზენტაცია. კი ბატონო, აი ტექნიკური საკითხებს უკვე მოვრჩით. ძალიან კარგი. მეტი ადამიანი არის დამსწრე. არ არის და მე ხო არ მოგწერეს, არა, სხვა არაფერი არ მოგწერეთ. მოგესალმებით, კი ბატონო. კარგი, დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ, გადავიდეთ. მასშტაბი კოლეგებო 2026 წელიწადი დადგა და ჩვენ გვინდა რომ განვაახლოთ ჩვენი სისტემატური ვებინარები. დღეს ესე იგი არ ჩამოსულა ჯერ შვეიცარიიდან ჩვენი უფროსი კოლეგა ხო ბატონი ნუგზარი მოსულიშვილი. ამიტომ წავიყვანთ ამ ვებინარს მე კახა ჟღენტი, რომელიც ვარ STEM სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი მასწავლებელთა სახლში და ეთინო ფეიქრიშვილი, რომელიც არის ბიოლოგი, თან ჩვენი ასისტენტი არის, ჩვენ გვეხმარება ჩვენ პროექტების შექმნაში. უკაცრავად დიახ ბატონო ნიკა. გამარჯობა. ხო, მაპატიეთ კოლეგებო, რაღაც არის ადმინისტრაციიდან. ამიტომ შევწყვიტე, ესე ვთქვათ, საუბარი გავაგრძელებ, ესე იგი ბატონი ნუგზარი დღეს არ არის. და ჩვენ ფოტოშოუს როგორც ჩარშავ ვიძახდით, ვცდილობთ რომ გავანავალფეროვნოთ შინაარსი და ვინაიდან STEM-ის ქვეშ მოიაზრება მთელი, ესე იგი მეცნიერული სპექტრი, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, დაწყებითი განათლება, როგორც ელექტროინჟინერულ, ასევე ზოგადად, ესე ვთქვათ, თანამედროვე, ესე იგი აქტუალური პრობლემების კონტექსტში, მოკლედ შემოვიტანეთ ბიოლოგიის თემა, ეხლა ბევრი რო არ გავაგრძელო, მაგრამ ამავე დროს რახან ეს ჩანაწერი კეთდება, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შეხვედრები არის არაფორმალური. ამ შეხვედრებზე დასწრების არანაირი არც სერტიფიკატი გაიცემა, არც რაღაცა მოთხოვნა, ეს არის რაღაცა ჩვენი სურვილი იყო გაერთიანება, ხო, კეთი რაღაცა დაინტერესებული ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ რაღაც თავის გამოცდილებას, რაღაცა იმ საინტერესო საკითხებს, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლაში ბავშვებამდე ეს მივიტანოთ და რა ფორმით მივიტანოთ. ასე რომ იმედი გვაქვს, რომ შეიძლება წელს შარშან დავიწყეთ სხვა კოლეგებით, სხვადასხვა საკუთარი ინიციატივებით შემოგვიერთდეთ. ეხლა დავიწყოთ. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი თემა არის უახლესი აღმოჩენები ბიოლოგიაში. მინდა გითხრათ, რომ დღეს ხო პოპულარული არის ამ ხელოვნური ინტელექტს რო ეკითხების ყველაფერს, ან და თქვენ თვითონაც თუ მოიძიებთ ინტერნეტში, ნახეთ, აი რაღაც ესეთი ჩამონათვალი გამოდის რა. ძალიან უცნაური არის, სხვათა შორის, როდესაც მე 80-იან წლებში ვსწავლობდი ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ეგეთი ჩამონათვალი ჩვენ არ გქონდა ხოლმე რა.
მაგრამ მე მგონი შენ როცა სწავლობდი იქ ეს უკვე ნახევარზე მეტი უკვე გაჟღერებული იყო, აი ბიოლოგიას თუ გამოვა. ხო, აი ნახეთ ესე იგი, სინთეზური ბიოლოგია, ბიოინჟინერია, სადაც ხელოვნურ გარემოში ქსოვილების ორგანოების გამოზდა ხდება, ბიოიმედები თუ შეიძლება რომ გამოვთიშოთ კონდიციონერი, სინთეზური უჯრედების შექმნა, არის კიდე ცალკე მიმართულება, დღეს ჩვენ ამაზე გვექნება ზუსტად საუბარი, ანუ გენური ინჟინერიაში, ეს არის გენომიკა, რაც გარკვეული მედიცინა, მე ხა ყველაფერს არ ჩამოვთავ, აი ბიოინფორმატიკა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები შემოვიდა ბიოლოგიაში. გარემოს დაცვითი ბიოლოგია, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ამ გარემოში ვცხოვრობთ და თუ ის არ გადავარჩინეთ, სადღა ვიცხოვრებთ, ხო? და სრულიად ისეთი სიახლე, რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიური გახდა, რაც აგენ თვარეზე უკვე მზადდება, რეალობა არის მეორე გაგზავნა და ვიცით რომ მარსზე გამგზავრებისათვის და საცხოვრებლად ემზადებიან და ხელოვნური გარემოს შექმნას, ამიტომაც აი ეს გრძელვადიანი კოსმოსური მისიების ბიოლოგიური სისტემების შექმნა ძალიან აქტუალურია რა. და სხვათა შორის ბავშვებისთვის ბევრი სახალისო აქტივობის გაკეთება შეიძლება ამაში. დღევანდელ დღეს ჩავთვალეთ, რომ შევეხოთ აი ეგეთ ტექნოლოგიას, რომელიც მე როგორც მახსოვს, სადღაც 2015 წელს უკვე პირველად გამოჩნდა, ძალიან აქტუალური გახდა პანდემიის დროს, ეგრეთ წოდებული გენური ინჟინერიის ტექნოლოგია და მე მინდა დავარწმუნო, ესე იგი, ფიზიკა-მათემატიკის მიმართულების და ინჟინერიის მიმართულების ხალხი, რომ ბიოლოგები უკვე თითქმის ისეთივე ინჟინერები არიან, ოღონდ ცილებით და ამინომჟავებით და ესეთი მითი ოპერირებენ და არა ელექტრონული წრედებით თუ ან რაღაცა არდუინოს კომპლექტებით, ან რაღაცა სხვა ფიზიკური ესე იგი ინსტრუმენტებით და ფაქტიურად ბიოლოგიური რობოტების ეპოქასაც უკვე მოვესწარეთ რა მათ შორის კურნალობაში გამოყენებას. ნუ მას თავისი აბრევიატურა აქვს, არანაირად ის არ იშიფრება, ეს არის ეგრეთ წოდებული CRISPR და Cas9 ტექნოლოგია და მოდით ამაზე ვისაუბროთ, ხო? აი თქვენ სურათზე ხედავთ DNM-ის მოლეკულას, დღეს უკვე ის გავრცელებული ლოგოსავით გახდა და ყველა ცნობს მას აი ამ DNM-ის ორმაგ სპირალს და ცილას, რომელიც ხედავთ აგერ მას ყოფს და აქ რაღაცა ცვლილებები შეაქვს. ფაქტიურად ესე იგი აი ამ ტექნოლოგიამ ადამიანს მიცა საშუალება 100%-იანი სიზუსტით არა, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონის სიზუსტით ჩარეულიყო უკვე გენის სტრუქტურის შეცვლაში, რაც წარმოუდგენელი იყო ალბათ 20-30 წლის წინ. თავიდანვე რომ გაჩვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მე გულისხმობ, რომ ეს პრეზენტაცია სულ ყველაფერი აიტვირთება, ამიტომ ფონტი არ გამიდიდებია ძალიან, ხო, აი ეს ვიწროთ წერია, მაგრამ აი სქემა შემოვიტანეთ და ვის დაგაინტერესებთ, ჩამოტვირთავთ ამ პრეზენტაციას და ისე ნახავთ ამ სულ ყველაფერს, ხო? აი აქ არის ესეთი რამოდენიმე მნიშვნელოვანი, ესე იგი, მიმართულება. ეს არის გენეტიკური დაავადებების მოდელირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესე იგი, ხშირად საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ხოლმე მცდარი ინფორმაცია. აი, რაღაცა უკვე გაკეთდა, უკვე შეიძლება და სულ იმედები ეძლევათ რა სამწუხაროდ ბევრი პაციენტი, რომელიც სასიკვდილო დაავადებით არის დაავადებული, გონია რომ აი ხვალდაზე რაღაც სახელმწიფო რაღაცა შემოიტანს და მას ეშველება სინამდვილეში ჩვენ პროცესში ვართ, მათ შორის სიმსივნის და კიბოსთან ბრძოლის ემთხვევაში და ამიტომ აი აქ ესე იგი მოდელირებას და თან ცხოველების გენეტიკის თუ უჯრედული ესე იგი მთელი რიგების შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. არის ასევე თერაპია, რომელიც იმუნოთერაპიაზე გადის და აქაც გამოიყენება ეს ტექნოლოგია. სუფთა მემკვიდრეობას დაავადებებთან დაკავშირებულ გენურ თერაპიაშიც დაიწყეს უკვე ამ მეთოდოლოგიის გამოყენება. სიმსივნურ კვლევებში, ესე იგი იმუნოთერაპიაში ასევე სადაც ესე იგი ცდილობენ რომ თვითონ პაციენტის იმუნური სისტემა გააძლიერონ გენეტიკის დონეზე, რომ მან შეიძლება წამლებით, მაგრამ თვითონაც გაუწიოს ბრძოლა სიმსივნურ დაავადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვათა შორის აი ეს, როდესაც შენ სწავლობ, ფაქტიურად სახელმძღვანელოებს ქმნი რა, რუქებს ქმნი მემკვიდრული დაავადებების და უყურებს სად შეიძლება პერსპექტივაში ჩაერიო და ადამიანი გადაარჩინო. მინდა გითხრათ, რომ აი უკვე ამ ეტაპზე, აი ეხლა სულ დავიწყე ხო ახალი საუბარი, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ესე იგი აქვე მეთქვა საფრთხეების შესახებ, რომელსაც შეიცავს ეს გენური ინჟინერია. ეს ძალიან საინტერესო თემა არის, ყველას ურჩევდი, რომ სხვათა შორის თუ
თუ გაინტერესებთ ესეთი ამბები, რომ ჩაუღრმავდეთ ამას. ეს არის ეს ცნობილი შემთხვევა. ნახეთ, როდესაც ეს აღმოჩენა განხორციელდა და როდესაც ბაქტერიების იმუნური სისტემიდან შექმნეს ესეთი ტექნოლოგია გენეტიკური ინჟინერიის, რომ მე შემიძლია დნმ-ი დავშალო იქ რაღაცა შემადგენლობა შევცვალო და ან გავაჩერო მთლიანად გარკვეული გენის მოქმედება, ან გადავაკეთო და ვამოქმედო ისე როგორც მე მინდა, ასე ვთქვათ, მეცნიერება 2018 წელს ესეთ უცნაური ნაბიჯი გადადგეს. კონკრეტულად აი ამ ადამიანმა, ეს იყო ჩინელი მეცნიერი, ეს ჰე ჯიანკუი, რომელმაც ოთხშე ცუდად დაამთავრა, აი სლაიდის ბოლოში წერია, რომ დღეს მას 2019 წელს სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა, მაგრამ ეტყობა უკვე გამოსული არის, ხო, 3 წელი კი არის, გასული იმის შემდეგ. მან გარისკა და ისე რომ გარკვეულ პროცედურებს გადაახდა, ნახეთ, ეცადა რომ ეს ტექნოლოგია გამოეყენებინა ორი ტყუპის გოგოძეს, ესე იგი, რა ქვია, გაჩენაში. ანუ ფაქტიურად ემბრიონის გენებში შეეცადა რომ ჩარევულიყო რა. მე რაც მაქვს წაკითხული, მათ შორის მე მგონი ცდილობდა რომ განსხვავებული ჩარევები განახორციელებინა, იმიტომ რომ ტყუპები ხო შიგადაშიგ იდეალური მაგალითია რომ ნახო სხვადასხვა გარემოში ან გენეტიკურ დონეზე როგორ ვითარდება, ესე იგი ადამიანი, ხო? ძალიან საინტერესო არის რომ ამ ბავშვების შესახებ არანაირი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება და როდესაც მე ვცადე ხელოვნური ინტელექტისთვის მეკითხა, იქ ესეთი პასუხი მივიღე, რომ მათი პირადი დაცულობის გამო ინფორმაცია მთლიანად ამ ბავშვების შესახებ გასაიდუმლოებული არის. ანუ ეს ბავშვები გაჩნდნენ, ეს ექსპერიმენტი ჩატარდა, მაგრამ ნახეთ, ანუ რა მოხდა, აი ნახეთ რა, რისი დარღვევა მოხდა. ამ მეცნიერებმა დაარღვია საერთაშორისო სამეცნიერო კონსენსუსით, ჩინეთის კანონები დაარღვია, ადამიანის გენომის მემკვიდრეობით რედაქტირება აკრძალული არის დღეს თითქმის მთელ მსოფლიოში, თითქმის რა მთელ მსოფლიოში და თუ რამე კეთდება, როგორც ამას საიდუმლოდ კეთდება, ესეც ექსპერიმენტი განხორციელდა საიდუმლოდ ცენზურის და ეთიკის გარეშე, მშობლებს არ აცნობეს სრულად რისკები და მოკლედ ბოლოში ცუდად დაამთავრა 3 წლით აუსაჯეს, ესე იგი პატიმრობა მიუსაჯეს, ესე იგი საჩვენებელი პროცესი იყო. თუმცა მოკლედ შემდეგ გაგრძელება ამას არ ქონია. მე სხვათაშორის ბოლოში ესეთ მული ჩავადგე ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, ძალიან კარგი ბიოლოგიის მასწავლებელი რეკომენდაციას უწევ. მას გაკვეთილიც აქვს და სლაიდის ბოლოში ნახავთ იმაზე მულს, საინტერესო გაკვეთილიც, როცა ბავშვები აი ამ დიდი აღმოჩენების ეთიკაზე საუბრობენ. მე რომ მკითხო ფიზიკის აღმოჩენების ეთიკაზეც, ასე ვთქვათ, სასაუბრო არის ხოლმე რა. იქითკენ შარშან არ მახსოვს რომ ესე გვეფიქრა. მაგრამ აი ბიოლოგიაში ეს აქტუალური თემა არის. ასე რომ რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ან და შემოგთავაზებთ რომ გაკვეთილის სახით ჩატარდეს, ხო? აქ ეთიკური საკითხებზე მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა ისევ პოზიტიურ მხარეს რომ დაუბრუნდეთ, თქვენ წინაშე არის ეს ორი ქალბატონი მეცნიერი, რომლებმაც ერთმა საფრანგეთში, მეორემ ამერიკაში აწარმოეს უბრალოდ გერმანიაში და ამაში შეერთებულ შტატებში აწარმოეს ეს კვლევები და მათ ფაქტიურად აი ამ ეგრეთ წოდებული გენური მაგრატელის აღმოჩენისათვის მიიღეს ნობელის პრემიაც 2020 წელს და ეს უნიშნელოვანესი, ესე იგი, აღმოჩენა იყო. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ფაქტიურად ბიოლოგი მეცნიერების ოცნება, ბევრი ჟურნალისტები ამარტივებენ, სტატიები ინტერნეტში თქვენ შეიძლება ნახოთ, რომ უკვე ასრულდა. რომ მე შემიძლია ჩავერიო, გენური შემადგენლობა შევცვალო და რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობა არსებობს, რომ ის მემკვიდრული დაავადებები, რომელიც ძალიან მძიმე შედეგები აქვს, რაღაცნაირად შექმნა. თუმცა ამავე დროს ჩავერიო აგროწარმოებაში, ავიც მე სახეობები გამოვიყვანო. მოკლედ ფანტაზია აბსოლუტურად გაიხსნა ამ აღმოჩენის შემდეგ. რასთავარია თვითონ ეს ტექნოლოგია ლაბორატორიაში საკმაოდ ხელმისაწვდომად გადააქციეს მათ რა. და ფაქტიურად დღეს სამედიცინო კვლევების დონეზე ეს ტექნოლოგია გამოიყენება განსაკუთრებით სიმსივნესთან ბრძოლის დროს. ეხლა ჩვენ ეს რაღაცა მოკლე შესავალი, ხო, მას აი კლასში, სკოლაში როგორ შეიძლება შეტანა. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ მაგალითი ესეთი გათვლილი საინტერესო პროექტის ჩვენი კოლეგების, ამახსოვს მე მგონი ერთ-ერთი ამერიკული სკოლიდან და მე ჩვენ დავამუშავეთ და ვიფიქრეთ, აი ჩვენ სკოლებში როგორ შეიძლება ეს შესულიყო და თან ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე და ამავე დროს თან პარალელურად ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საგაკვეთილო პროცესში ან კლუბურ პროცესში როგორ შევიტანოთ, ხო? აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნახეთ, აი ესეთი რესურსი, აი თქვენ ხედავთ ახლა აი ამ ცილას, აი ამ CRISPR-Cas9-ს და აქვე არის ნახეთ მითითებული ბმული, რომელსაც თქვენ თუ დააჭერთ, თქვენ გადახავთ აი ესეთ გვერდზე. ეხლა მე გავაზიარებ, შევცვლი გაზიარების ფორმატს
და გავაზიარებ მთელ ჩემ ეკრანს, რომ გაჩვენოთ ეს რესურსი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო რესურსი არის. ხო, აი ხნა მგონი გადავედი მთლიანად გაზიარებაზე, შესაბამისად რომ გადავა ვებგვერდზე, კი ბატონო ვებგვერდი ჩანს, ხო? აი ეს არის, აი ესეთი, ესე იგი, რა ქვია, ბიო ინტერაქტიული სხვადასხვა მოდელირება პროცესების, ესე იგი, გვერდი, სადაც მე გახსნილი მაქვს აი ეს გვერდი. ნახეთ, აი ეს არის ესეთი გვერდი, რომელიც გვიჩვენებს, ესე იგი, აი ამ პროცესს გენური ინჟინერიის რა. და ნუ აბა აი განსაკუთრებით ვინც ფიზიკის მასწავლებლები ესწრებით, აბა მითხარით, ახლა ნამდვილი მე მგონი ფიზიკასთან აგვაქვს აქ საქმე. აქ მე მგონი უკვე ბიოლოგია გადადის, რა ვიცი, ყველაფერში. მას აქვს ორი ფორმატი, გასაგებია რომ ინგლისურენოვანი არის, მაგრამ დღეს უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ უამრავი სათარგმნი პროგრამები არის და ეს ფორმატები. აი აქეთ ამხარეს ქვია როგორ მუშაობს ეს ფორმატი და ნახეთ რა საოცარი ინტერაქტიული ეს არის. ესე იგი, ისრით კი არა, თაგვის მეცი რა ქვია, სკროლინგის ეგრეთ წოდებული, აი აწევა-დაწევის ღილაკით მოქმედებ მე მას ვატრიალებ და აი ნახეთ, გამოსახულება პარალელურად აკეთებს პროცესის მოდელირებას. აი შეხედეთ, მოკლედ რომ მოვყვეთ ხა, ესე გასაგები სიტყვებით, აი ეს არის ჩვენი ეს ცილა, აი ეს CRISPR, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი მეცეთ ახლა დადგება, მე ცოტა მიჭირს ხო? აი ეს არის კაზ4. შეხედეთ, აი ეს მონაკვეთი არის კაზ4, ხო? ეს ფერმენტი არის, მე როგორც მახსოვს. და აი მთლიანად ეს დანარჩენი არის ცილა. ცილაში შეხედეთ, შიგნით ახლა ჩახოული არის ინფორმაციული RNA-მი, რამე თუ მას გადააქვს ინფორმაცია უჯრედის DNM-დან და შესაბამისად აქაც მთავარი ინსტრუმენტი არის, რომ ჩვენ რაღაცა სწორი ინფორმაცია ჩავანაცვლოთ ის ავადმყოფი რაღაცა გენის ინფორმაცია. დააკვირდით, თქვენ აი აქ ხედავთ გრძელ DNM-ის ჯაჭვს, მაგრამ მასში მეორდება აი ეს ტრიპლეტები, ხო? აი ეს ტრიპლეტები, აბა აი ჩავიდეთ ქვემოთ, ნახეთ აი ცილა ესე მოძრაობს, თითქოს ეძებს სწორედ აი ამ ყვითელ გამოყოფილ მონაკვეთს, აი ნახეთ, მიუახლოვდა ამ მონაკვეთს ეძახიან ეგრეთ წოდებულ პამ მონაკვეთს, თქვენ ხედავთ, რომ აი ამ ინტერაქტიულ პროგრამაში თუ დავაჭერთ დასახელებებს, გამოდის მათი განმარტებები, აქაც აი თუ რამე არის, თავისუფლად შეიძლება რომ ეს ყველაფერი გადაიტანოს თარგმანში და ნახოთ, მოკლედ ეს არის ეგრეთ წოდებული პამ მონაკვეთი, თუმცა ქართული წყაროებიც გვაქვს ჩვენ მითითებული და ამიტომ შესაძლებელი არის ამისი ენობრივი პრობლემის გადაჭრა. აი ხედავთ როგორ მოიტანა ეს DNM-ი აი ამ ჩვენმა CAS9-მ. აი ეს მონაკვეთი არ მოგწონს, ნახეთ. აი ამ მონაკვეთში არის რაღაცა, ეს არის მიზნობრივი DNM-ი, რომელიც არის შესაძლებელი. მოდით ახლა უშუალოდ აი ეს რო გავიმარტოთ, არის ჩანართები. ნახეთ, აი გამოიკვლია თვითონ ეს ფორმატი. აი ნახეთ როგორ არის დაშლილი არის, ჭრილი არის გაკეთებული. შიგნით ნაჩვენები არის როგორ არის აი ეს წარწერა ინფორმაციური RNA-ების ჩასმული. აქედან ეს ფერმენტი, აი როგორ ზის ეს DNM-ი და მოკლედ აი ეს მონაკვეთი მოიძებნა, ხო? დაუბრუნდეთ უკან და აბა გავადევნოთ ახლა როგორი პროცესი მიდის. აი მოვდივარ ნელ-ნელა. შეხედეთ, საოცრად. მე მაგალითად ვერასდროს ვერ ვიჯერებ ხო, ევოლუციონისტებს არ ვიცი, მაგრამ მე სულ მეჩვენება რომ ეს არის სერიოზული გონის მიერ შექმნილი სისტემა. ხა ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ შემთხვევითად არის შექმნილი. ალბათ სასწაული არის შეხედეთ. შემოვიდა და დაიწყო დაშლა. აი შეხედეთ, იწყებს ნელ-ნელა დაშლას ზუსტად ეს CAS4, ამი გაშლას, მთლიანად დაშლას კი არა. და თან ზუსტად იმ მონაკვეთამდე, სადაც არის შესაძლებელი, ასე ვთქვათ, ამინომჟავები. აი, ნახეთ, ახლა ეს ნატურალ შემოტრიალდა და აი განათდა, აი მოდით აი დავაბრუნოთ უკან, აი განათება მოჩანს, ხო? ეს განათება ეს არის ზუსტად ის ადგილები, სადაც ხდება როგორც გაჭრა, მერე უკვე გადაკერა. წავიდა ისე პროცესი, ნახეთ. და აი ახლა უკვე დეტალურად ხდება. ესე იგი, გაიჭრა DNM-ი, შესაბამისად მოიხსნა ეგრეთ წოდებული დავარქვათ, აი თქვა დაავადების ან რაღაცა ცუდი რაღაც დაზიანების გამომწვევი, ესე იგი, ამჟავები და აი ჩაჯდა შიგნით ის, რაც ჩვენ გვინდოდა. ეს ფაქტურად მუტაცია განხორციელდა ხელოვნურად, რა, იმიტომ რომ შეიცვალა და ნუ შეიძლება ეს ჩვენ მუტაციას უწევთ. ამავე დროს აქ გადაიკერა, ანუ თავიდან აღდგა. ეს DNM-ი და შესაბამისად ახლა ამან უნდა მოგწეს რაღაცა ორნაირი გამოსავალი რა, ესე იგი, რაღაც შედეგი უნდა მივიღოთ.
შედეგი მინდა გითხრათ არის ორნაირი. ერთი შედეგი აი ამას თუ დავაჭერთ, აქ მარტო ერთი შედეგი არის. ეს არის ეგრეთ წოდებული გენის ინაქტივაცია. რას ნიშნავს გენის ინაქტივაცია? გენი, რომელიც რაღაცა მავნე თვისებას იწვევს ჩვენს სხეულში, ის უბრალოდ ჩერდება, არ მოქმედებს. მეორე კიდე უფრო სერიოზული ნაბიჯი თუ იმასაც აღწევს ეს ტექნოლოგია, ეს არის როცა ჩიგინ ჩანაცვლება ხდება ისეთი, რომელიც უკვე აქტიურად მოქმედებს. თუმცა მართალია გითხრათ, მე რაც წავიკითხე, პრობლემური არის რა, ჯერ კიდევ ბოლომდე ესე გარანტირებულად ჩვენ ვერ ვიტყვით. აი, გააქტიურება, ანუ შეჩერება გენის უფრო ესეთი არის, ხშირ შემთხვევაში შეხვდა რომ უფრო იმედიანად კეთდება, ვიდრე ჩანაცვლება და მერე სხვა პროცესის დაწყება. მაგრამ რაც არის ნებისმიერ შემთხვევაში, აი ჩვენ მივიღეთ ეს საოცარი პროცესი, აი მე ვაბრუნებ ახლა უკან და მე ვფიქრობ, რომ ბავშვებისათვის აი ამის დეტალური გახსნა მართლა გავიცით, მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. ეხლა ნახეთ, მას აქვს მეორე ნაწილიც, აი როგორ გამოიყენება, მაგრამ ამაზე ცოტა ხნის შემდეგ გადავიდეთ, მოდით დავუბრუნდეთ ეხლა ჩვენ იმას, ხო, პრეზენტაციის ნაწილს. ვინმე ხო არ ითხოვს შემოსვლას, არავინ არ ითხოვს შემოსვლას, ასე რომ გავამცემლოთ ჩვენი ეს შეხვედრა, ხო? ხო. აი ეს არის ჩემო ბატონო გაკვეთილი ინგლისურენოვანი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ თქვენ წარმოგიდგინოთ, თუნც ჩვენ თქვენთვის მომზადებული გვაქვს და აუცილებლად დავტვირთავთ აი ეს ფაილი, თქვენი ეს არის, ხო? სადაც ესე იგი მასწავლებლებს, აი ჩემო ბატონო, ესე იგი ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა არის მოცემული, სადაც არის გაწერილი ქართულად როგორც ინფორმაცია, ასევე ნაბიჯები, როგორ შეიძლება ჩვენ ეს მოდელირება განვახორციელოთ გაკვეთილზე და ჩავატაროთ ძალიან საინტერესო გაკვეთილი, ბოლოში ფინალური საინტერესო დისკუსიით, მათ შორის მორალური დილემების განხილვით და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს აი ამ სამუშაო ფურცლებსაც ჩვენ გავხსნით და ვნახავთ, როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის მოდელირება, რომ ბავშვებმა ხელით გააკეთონ, ხო? შექმნან ეს მოდელი, დაინახონ როგორ მოხდა იქ, როგორ შედის ეს ცილა და როგორ მთელი ეს პროცესი რო გააკეთონ. წარმოიდგინოთ. ინგლისურ ენაზე ის არის აღწერილი აქ, მოდი ვაჩვენოთ ეს გვერდიც, ხო? აი ეს არის ესეთი გვერდი, აი ესეთი გვერდი არის, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ, ეს საინტერესო გვერდი არის ზოგადად ინჟინერიის სწავლების გვერდი, სადაც არის აი ესეთი ესე იგი გაკვეთილი, თემატური გაკვეთილი, როგორც ეს არის, ხო? 1 საათიანი, აი შეიძლება მითითებული არის, რომ 6 გაკვეთილი შეიძლება ჩაეტიოს შიგნით 50 წუთიანი და 5 საათი თლიანობაში რა, რომ ეს ყველაფერი ჩავატარო. მე ხა აქ შევჩერდები, მაგრამ აქ არის დეტალურად გაწერილი თითოეული პროცედურა, აი ეგ გვაქვს სამუშაო ფურცლები, ხო, მათ შორის აი თუ ჩვენ მაგალითად ამ იმეებზე ვიძახით, აი მაგალითად აი აქ არის მათ შორის აი მათ ნახოთ ესე სამუშაო ფურცლები, რომლის ჩამოტვირთვა შეიძლება პირდაპირ აი ეს არის, ხო, მე მგონი ერთოც აი მოდელის გვერდი, ხო, რომელიც შეიძლება დაიჭრას, გამოიჭრას, იმიტომ რომ ეს ისეთი არის, კონკრეტულად ჭირდება ამას გამოჭრა, მე თუ არ ვცდები ალგი, კი, აი აგერ არის ეს მოდელები, რომელსაც ჩვენ მასწავლებელი გამოიყენებს გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად და ნუ კიდე სხვა მოდელები არის. მაგრამ ეს ყველაფერი აქედან არის ამოღებული. ამას ჩვენ სხვა შორის დამუშავებული სახით აუცილებლად ამ გვერდზე განვათავსებთ. და სხვა შორის ვინც მოინდომებს ამ პროექტის განხორციელებას, მას დავეხმარებით კიდევაც რა. სასწავლო პროცესის თვალსაზრისით ნახეთ, აქ განიხილება ორი ტიპის დაავადება, რომელზედაც შეიძლება ჩვენ გავესწროთ და ბავშვები დაფიქრდნენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში. ეს არის დაავადებული ეგრეთ წოდებული ნამგალისებრ უჯრედოვანი ანემია, აგერ მარცხენა მხარეს დაშინელება არის, ხო, ანუ ესეთი უჯრედის ნაცვლად ჩვენ გვაქვს აი ესეთი ნამგალისებრის ანემია და ადამიანი, ნუ სიმსივნე არის რა ფაქტობრივად, ხალხურ ენაზე ეძახიან ხოლმე, რომ სისხლის სიმსივნე არის და ასევე ცისტური ფიბროზი, აქ თქვენ ხედავთ, რომ წარმოიშვება გარკვეული ესეთი სიმსივნეების წარმონაცნები ტვებში და ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს ადამიანებთან და აი ამ ტექნოლოგიით გაჩნდა იმედი, იმიტომ რომ გენეტიკის დონეზე ჩაერიან, ესე იგი ადამიანებში და გარკვეული შედეგები წარმოჩნდა რა. ანუ შეჩერდა ეს პროცესები, დაიწყო როგორც წესიერი უჯრედების შექმნა სისხლის, აქაც აი ამ არანორმალური პარაზიტი უჯრედების, ასე ვთქვათ, სიმსივნე უჯრედებმა მოიკლეს რაოდენობაში, ხო? ესე იგი, ეს რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რა ვიცი, აი აქეთქე რა. რაც შეეხება თვითონ რას მასწავლით ბავშვებს, რა მიზანს გვინდა რომ მივახციოთ, ხო? მინდა გითხრათ, რომ
ძირითადად, რა ვიცი, ბევრი ინგლისურენოვან ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება ეს ეგრეთ წოდებული ახალი თაობის მეცნიერების სტანდარტი. ეს ძალიან საინტერესო სტანდარტი არის. მე შევადაროთ იგივე ჩვენ სტანდარტს, ხო? და მათი მთავარი მიზანი იყო და ეს სტანდარტი გაჩნდა სადღაც 2000-იანი წლების შუა წლებში, რომ სწორედ მეცნიერული სწავლება და მაღალტექნოლოგიური სწავლება სკოლებში განვითარებული იყო. ნახეთ, თუ ავღწევთ რა მიზნებს ვაღწევთ, შეხედეთ, აი სტანდარტი ესე არის ფორმულირებული რა. აი ამ სულ ყველაფრის შესწავლა, ამ ტექნოლოგიის, ბავშვების მუშაობა და მოდელირება, ხო, ამ გენეტიკური მაგრატელის მოგწევს იმას, რომ ბავშვი ისწავლის, აანალიზებს საკვანძო გლობალურ გამოწვევებს, დაინახოს ხარისხობრივი და რაოდენობრივი კრიტერიუმების შეზღუდვები, აი ეს რისკები, ხო? როდესაც საზოგადოების გარკვეულ საჭიროებებს ვეჭიდებით ჩვენ და გვინდა რომ რაღაც ტექნოლოგია დავნერგოთ. ამავე დროს აი ეს ესე იგი თანამედროვე ეს სტანდარტი არის მოგებული ისე რომ საიმართულებით მუშაობს რა. სუფთა აკადემიურ ცოდნას ბავშვი რას იღებს, გარკვეულ ურთიერთდისციპლინარულ ესე იგი დისციპლინებთან შორის კავშირებზე აფიქრებინებს და მეცნიერულ ინჟინერულ პრაქტიკაზე ამუშავებს. ნახეთ და შესაბამისად მოდელირების გარჩევა არის ერთ-ერთი მიზანი და ინჟინერული დიზაინის თვალსაზრისით ამას მე კიდევ ნახავთ და რაც შეეხება აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეშედეგობრივი კავშირების დადგენა, როდესაც ისინი მსჯელობენ აი ეს ტექნოლოგია მაგალითად რომელ დაავადებას შეიძლება უფრო მიუსადაგოთ რა. იმიტომ რომ ესე იგი სხვადასხვა გენეტიკური დაავადებები გვაქვს და ვინაიდან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგია არის, ეს მორალური დილემას უდგას. რაში დაიხარჯოს პირველ რიგში ასე ვთქვათ ფული. ამიტომ დაავადების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა უშუალოდ თუ საგნობრივ ცოდნას შევეხებით, ხო? თუ ამ გაკვეთილს ჩავატარებთ და ბავშვებს იმჯელებენ და გაარჩევენ, ისინი შეიძენენ აი ამ ცოდნას რა. ანუ დნმ-ის შესახებ, ქრომოსომები როგორ არის მოწყობილი, შემდეგ რა ქვია, ტრანსკრიფცია, ტრანსლაციის პროცესები როგორ მიმდინარეობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ეს სტანდარტები არის მათ შორის ჩვენ რა ქვია, სტანდარტშიც გარკვეულად გაწერილი, თუმცა თუ შევადარებთ ამ ორ სტანდარტს ერთმანეთს, ხო? აი ეს არის მაგალითად ჩვენი სწავლების სტანდარტი. მე რაც განვიხილე, ყველაზე მეტად ის შეესაბამებოდა აი ბიოლოგიის ამ მიმართულებას რა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და მოსწავლე რა უნდა შეძლოს. და თუ ცნებების დონეზე ვისაუბრებთ, ხო? ცნებების დონეზე ეს არის აი ცნებები ჩვენ გვაქვს ამ საბაზო საფეხურს გულისხმობ ამ შემთხვევაში მეათე შეიძლება აქვე შევიყვანოთ. ეს არის სტრუქტურა, ფუნქცია, სასიცოცხლო თვისებები, ბიომრავალფეროვნება, ჯანმრთელობა, ну სტრუქტურა, ფუნქციას და სასიცოცხლო თვისებებსაც, შესაბამისად ჯანმრთელო დაავადებებსაც ამცნებებს ტიპის გაკვეთილი, ესე იგი დაფარავს რა. რაც შეეხება ინჟინერულ მიმართულებას, მე მინდა შეგახსენოთ, რომ აი STEM პროექტში ამ ტიპის უნარჩვევებზე ვსაუბრობთ ჩვენ, აი პრობლემური აქტუალობა საკითხის, მასალების მოძიება, მოდელის შემუშავება, ამ შემთხვევაში ხელით მუშაობენ ბავშვები ამ ქაღალდის მოდელის შექმნაზე და ეს ინჟინერიის ნაწილი არის, ხო? შემდეგ მონაცემების დამუშავება და ნუ უკვე ერთმანეთთან საუბარი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თვითონ აი რაც გითხარით იმ ესე გაკვეთილის თუ პროექტის აი ამ 5 ეტაპიანი, ხო, 5 საათი სადღაც სავარაუდოდ ამას დაჭირდება. მიზანი არის, რომ აი შეხედეთ ბავშვები ჩაერთონ აი ამ ინჟინერულ დიზაინის ციკლში, ხო? და პრობლემა წარმოიდგინონ, რა კვლევები არის, ინტერაქტივად აჩვენებს, როგორი ბიოლოგიური ინჟინერიით არის აწყობილი ეს ყველაფერი, ხო? და მერე, როდესაც გაერკვევიან დაავადებების პრობლემატიკაში გენეტიკურში, ხო? მათ შორის იქ ნახავენ, სად მათი აზრით უფრო იოლი არის, რომ მიუსადაგოთ ეს ტექნოლოგია და გამოგვივა. თუნდაც ან შეჩერება დაავადების, ან შეიძლება გადასვაფერება რა. მე ვფიქრობ, რომ სადღაც მე-9, მე-10, მე-11 კლასელებმა თავისუფლად შეიძლება, რომ ამ სივრცეში შევიდნენ და ეს პროექტი გააკეთონ რა. აი სულ ბოლო სლაიდზე ჩვენ ორი ესე იგი წყარო მიუთითეთ, რომელიც გამოგვადგება ამ ესე იგი დავალების თუ ამ მიმართულების როგორც კვლევაში, ასევე საუბარში. ერთ-ერთი არის აი გახსნილი მაქვს, ეს არის საინტერესო ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის ესეთი გაკვეთილი მასწავლებლად ჯიში აქვს, რომ ვეძებდი ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვნახე ესეთი
თინათინ ზარდიაშვილი არის, ალბათ თინათინის გაკვეთილი არის. მას ცოტა უფრო ეთიკურ საკითხებზე აქვს პრობლემა გამახვილებული. ასევე არის ძალიან საინტერესო ეს საიტი, ოღონდ ქართულ ენაზე მაქვს მე ხა დაყენებული. ეს არის ამერიკული კომპანიის საიტი, რომელიც უშუალოდ მუშაობს ამ ტექნოლოგიებზე და აქაც ამ რესურსების გამოყენებით მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რომ ამების გამოყენება ასევე საგაკვეთილო პროცესში და იგივე ბავშვები როცა ამას უყოლაფერ იკვლევენ. თვითონ პროექტი აი სახში გადავალ, ხო? ეს არის უკვე სერიოზული კომპანიის ესე იგი ინფორმაცია, აი გადავალ თავისაზე, სადაც ესე იგი ეს კომპანია ბიოტექნოლოგიური ინჟინერიაში მუშაობს, რა. და იკვლევს და აწარმოებს სხვადასხვა როგორც კვლევით, ასევე იცინო მას რა ქვია. ინსტრუმენტებს, ასევე პროცედურებს, ქიმიკატებს და ამ პროცესებისათვის, როგორც კვლევითი, ასევე სამკურნალო პროცესებისათვის, ხო? აი ეს რაც შეეხება რესურსთან დაკავშირებით, ხო? აი რაღაცა აი ესეთი პრეზენტაცია, ესე იგი მოამზადეთ დღეს. მე მოვყევი ხა ამის შესახებ. დაგჭა კიდევ ერთი რომ წარმოგიდგინოთ, აი ეს და ამაზე ხა მე არ დავხარჯავ დროს, ხო? მეც იგივე პრობლემა აქვს, რომ ეს მგზავრიც ვიძახდა ხოლმე, რომ ბევრი რამ მინდა თქვაო და უცბად გადის დრო. დავიკო ხედავ რომ 40 წუთი გავიდა და რაღაც კიდე 5 საათისთვის უნდა დავასრულოთ რა ზუსტად ხო და აი აქ უკვე არის გაწერილი, ნახეთ ეს გაკვეთილი ქართულ ენაზე, მე ამას არ შევეხები, ეს ყველაფერი აიტვირთება, სად აიტვირთება, ხო? აი ამ სივრცეში ავტვირთავთ რა. აი აქ არის გაზიარებული ისინი ფოლდერი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, ეცოც რა ხდება. Continue, ხო? ჩვენ როგორ ჩვენ. ხო, აი აგერ არის, აი გაზიარებული, ნახეთ აი აქ არის საქაღალდეები, Teams-ი იცით. და ჩემო ბატონო, აი აქ ჩვენ მოვათავსებთ ფოლდერს, სადაც ამ რესურსებს დავდეთ. თუმცა მინდა გითხრათ, პირველ გვერდზეც დავდოთ რა. და აქედან ხშირად უფრო მასწავლებელი რომ შედის Teams-ში, რადგანაც პოულობს ხოლმე ამას უყოლაფერს და მიმოწერაც ამ უყოლაფრის აი ესე შესაძლებელი არის, ხო? კარგით, ესე იგი მოდი მაშინ ახლა მე პაუზას გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ. კოლეგებო, აი ბა ხელისატევით, რამე შეკითხვები ხო არა გაქვთ? ორ გადავაჭარდეთ ძალიან საუბარში. იმეს ხო არ აქვს რამე შეკითხვა. ხო ძალიან მონოლოგი გამომივიდა. მედია მოახერხე რომ რაღაც დაინტერესება გამომეწვია. აი თქვენ იმას უყურეთ, კუთხეს და რაღაც ჯერი გაწეული. ხელს ვერ ხედავ. ხო, კითხვები როცა არ არსებობს, ცოტა საშიში სიტუაცია არის, ხო? ჩვენთვის ფიზიკის მასწავლებლებისათვის ძალიან საინტერესო იყო. გამარჯობა ბატონო კახა. გამარჯობა ჯგუფის წევრებო. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო და ცოტათი სხვა თემა რო არის ჩვენთვის, ჯერ ცოტა გაოცებულები ვართ. ანუ რა თქმა უნდა ეს თემა ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, მით უმეტეს გენეტიკის თვალსაზრისით და ასეთი აქტუალური როგორიც ყველასთვის არის, კაცობრიობისთვის არის, მაგ ძალიან სუცემთან ცოტათი შეგაშინეთ? არა, შეშინებით არა, მაგრამ ცოტა სხვა კუთხე არის ჩვენთვის და აი ამიტომ მეტად საინტერესო არის. ანუ სიახლე არის ეს ჩვენთვის. ნახეთ როგორ არის და აღმოჩენების სიახლეა. შეხედეთ, მე ძალიან მიხარია რომ ფიზიკის მასწავლებლები საკმაოდ შემობძანდნენ და დაესწრნენ ამ იმას. ნახეთ, აი როდესაც მაგალითად ნუგზარი საუბრობს ხოლმე ფიზიკის აღმოჩენებზე, ან თუნდაც Arduino-ს რაღაც ელექტროინჟინერული კომპონენტებით მოდელის შექმნაზე, ზოგჯერ ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებლები ესეა იტყვიან ხოლმე, რომ უიმე იმდენი ფიზიკა არისო, რომ მე მეშინია რომ ვერ გავიგებო. მე მიხარია ხა რას თქვენ ბძანეთ რა. ერთ-ერთი ესე იგი გამოწვევა აი ამ STEM სწავლებისათვის არის ის, რომ რა თქმა უნდა საგნობრივი მიმართულებები ყოველთვის დარჩება და სერიოზული სიღრმისეული აკადემიური ცოდნა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ბავშვები რაღაც ისე წესიერად სიღრმისეულად ვერ იღებენ, უნდა თავის დონეზე იდგეს რა, ამას ესე იგი წყალი არ გაუვა. მაგრამ აი ეს კულტურა, რომ ერთმანეთს გავაცნოთ სხვადასხვა და მათ შორის მომიჯნავე სივრცეებში, ხო, მეცნიერებების რა აღმოჩენები არის ძალიან მნიშვნელოვანი არის.
მინდა გითხრათ, რომ თვითონ იმ ტექნოლოგიის შესწავლის დროს ეხა ის ინტერაქცია, რაც ჩვენ გვაჩვენებდა იმ ცილის მოძრაობას DNM-ზე, რა ფორმები აქვს ამას ყველაფერს მიღებული, ხო? თანამედროვე თუ გახსოვს კეთი რობოტების ესე იგი შექმნის დროს განსაკუთრებით კურნალი რობოტების მაგალითად მე მინახია ორგანული მკურნალი რობოტი რომელიც სითხეს გავს და YouTube-ში იძებნება ეს ვიდეო რომელიც სითხესავით გადაადგილდება ადამიანის სხეულში ორგანოებში და ეძებს სამკურნალო ადგილებს რა აი ეს იდეები ასე რომ ვთქვათ აი იმ ფიზიკოსებს და იმ ინჟინერებს ვინც მუშაობდნენ იმ რობოტის შექმნაზე მათ შორის ამ ცილების ქცევამ შესთავაზა და ფორმა რა. აი ხა რო უყურებდი იმ ცილას უმახსენდებოდა ის ესე ვთქვათ ორგანული რობოტი რომელიც გამოიგონეს და დიდი მადლობა კი ბატონო მე იმედი მაქვს რომ აი ჩვენ მომავალში თუ შევეცდებით რომ ჩავანაცვლოთ რა ერთმანეთთან რა იყოს ფიზიკა იყოს ბიოლოგია და ესე იგი აი ეს პარალელებით სულ დავიდახოთ მადლობა გამოხმაურებისათვის სხვა კოლეგებს სხვა რა აქვს რამე სურვილი ან აზრი გამოთქვა ან შეიძლება კითხვა გაჩნდა რაღაც ისეთი მოგესალმებით ბატონო კახა გამარჯობა ჯგუფის წევრებო უკაცრავად მე მაქვს კითხვა მე ისტის მასწავლებელი გახლავართ და უფრო მაინტერესებდა ისეთი მიმართულებები რომელიც მე-5 მე-6 მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის იქნებოდა აქტუალური ეს ალბათ უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებზე არის გათვლილი. შეხედეთ მოდით უკაცრავად შეგაწყვეტდეთ რა გეტყვით მივხვდი დაახლოებით მიმართულებას. შეხედეთ ჩვენ ვაპირებთ რომ აღვადგინოთ სამშაბათი ესე იგი აი ეს და დღევანდელი ხუთშაბათის შეხვედრები. სამშაბათის შეხვედრა ეთმობა მთლიანად ელექტროინჟინერიის საფუძვლების კურსს და Arduino-ს სადაც ჩვენ ისეთი საფუძვლებით დავიწყეთ, რომ დაწყებითი კლასების, აი ამ მე-5 მე-6 კლასებისათვის შესაბამისი ისენი არის. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ძველი ვიდეოებიც, იქ წესით ჯგუფის წევრებს ვიდეოებზე ხელი მიუწვდება რა. და იმას შემდეგ სამშაბათს გავაგრძელებთ. მაგრამ ამავე შეხვედრების ციკლში ნახეთ, ჩვენ ერთ-ერთ ესეთ ხუთშაბათს დავუთმობთ დაწყებით კლასებში, ძალიან მნიშვნელოვანი არის თემის სწავლებას რა. აი რა ტიპის პროექტები როგორ შეიძლება სწორედ მივიდეთ როგორც პროგრამირების საფუძვლების სწავლებასთან ასევე სხვა შორის ელექტროინჟინერიასთან ხო პირდაპირ არ გადავიდეთ ამ Arduino-ს გამოყენებაზე არის კი ბუნებისმეტყველებაში შეიძლება იყოს ესეთი პროექტები რომლებიც მათ შესაძერისიან ასე რომ კი ჩვენ აუცილებლად იცით როგორ არის ანუ ჩვენი სურვილია რომ რესურსების და სულ ყველაფერიც აი ესე იყოს დახარისხებული რა დაწყებითი საფეხურის მასწავლებისათვის, საბაზო, საშუალო და ასევე საგნობრივი მიმართულებისათვის. ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, მაღალ კლასებში დაინტერესდებიან ჩემი სკოლის მასწავლებლები ამ მიმართულებით და მე რამდენად ვიქნებოდი საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვიქნები კი საჭირო დავეხმარო. ესე იგი, ქალბატონ ნესტა, თქვენ იქნებით საჭირო როდესაც ჩვენ ვიყენებთ აი ესეთ ინტერაქტიულ პროგრამებს. ნახეთ, რაოდენ, ესე იგი, დღეს არის, რომ აი ამ ტიპის ინტერაქტიული პროგრამები, რომელსაც აი ხა მე ეკრანზე გამოვიყენე, სხვა პროგრამებიც არის, ჩვენ აქტიურად გამოვიყენოთ, ხო? ამაში ძალიან დიდი როლი არის ისტის, ასე ვთქვათ, მასწავლებლების და სხვა შორის ინტეგრირების დონეზე, მაგალითად, თორსა ინტეგრირებული გაკვეთილები ან პროექტები კეთდება იპოვით და რაც შეეხება კიდევ ერთხელ აი ცუქთა გენეტიკურ შინაარსს, მე გეტყვით, რომ მე მინდა აუცილებლად წარმოადგინო ასევე მემკვიდრეობის და გენეტიკის მიმართულებით ესე იგი სავარჯიშოები და აქტიობები DNM-ის მოდელის შექმნასთან დაკავშირებით ისეც ძალიან კარგი არის და აი სხვათა შორის აი რაღაც ქვეყნებში ზუსტად დაწყებით კლასებში ისწავლება რა. არა პირდაპირ ის რომ მე-9 კლასში შემოდის, ანუ დაწყებითი კლასებიდან უკვე ბავშვები ერჩევიან მემკვიდრეობის მოვლენაზე, ასე ვთქვათ, საუბრს რა. ასე რომ კი, ჩვენ შევეცდებით რომ ეს ისინი გავითვალისწინოთ. აი აქ კითხვა არის ქალბატონი თამარის ეს რა პროგრამაა, რასაც ახლა იყენებთო. ქალბატონ თამარ, ეს პროგრამა აი ამ პრეზენტაციას რო ავტვირთავთ, ნახეთ აი ამ გვერდზე არის, ეს არის ბმული, ხო? და ამ ბმულში რო შეხვალთ, აი მე გავიმეორებ კიდევ ერთხელ, გადახვალთ ამ გვერდზე, სადაც სხვათა შორის სხვა საინტერესო ინტერაქტიული სიმულაციებიც არის. ეხლა ჩვენ ვართ
CRISPR-Cas9 გენეტიკური მაგრატელის მექანიზმზე და ის ძალიან დეტალებში ძალიან კარგად გვიჩვენებს, აი მე აქ ვიდეოში დემონსტრირება გავაკეთე, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ეს აი სასწაულია, თქვენ უყურებთ, აი მე მაგალითად ამ პროცესს რო უყურებ, გონია რომ ეს სუფთა რობოტიკაა რა. არა, ხო, რა ვიცი. ბიორობოტიკა, მაგრამ ფაქტი ეს წარმოიდგინეთ ჩვენ აი რაღაც თვითონ უჯრეში რაღაც ანალოგიური პროცესები მიდის, ასე რომ ინჟინერია ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია რა. კარგით, ამ კითხვასაც პასუხი გავეცი. კიდე ხომ არ არის რამე? აი 50 წუთი გავიდა. ესე იგი ბოლოსაკენ მივდივარ ხა უკვე. შტაბ-შტილება მოკლედ მეც დამჭა რას ნუგზარი რომ სულ აი მომოხუჩაბას ნუგზარი იქნება და ისო იძახდა რომ იმდეს მოვამზადებო სასაუბროთო და ისე გარბისეს 1 საათიო, მაგრამ ხვდებით რომ დრო დეფიციტი გვაქვს და 1 საათზე მეტიან შეხვედრებს ჯერჯერობით ვერ გავაკეთებ. თან ნახოთ დაინტერესება, ხო? მე მართლა გითხრათ, მე მაქვს შეკითხვა. აი ახლა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ 18 კოლეგას, რომელმაც დღე მოიცალა და მონაწილეობა მიიღო. მე იმედი მაქვს რომ 220 ადამიანი ვერ წარმოიდგენთ რამდენმა მარტო ეხლა რომ გაცხადება თითქმის 60 ადამიანმა მომწერა ელექტრონული პოსტა მინდა მონაწილეობის მიღებაო, ხო და აი ისეც მაინტერესებს ეს ხალხი როდის გამოჩნდება. შეიძლება შინაარსი რო შეიძლება მაშინ გამოჩნდება რა. კიდე ხომ არ დაგვრჩა რამე კითხვა ისეთი რომ ამ საკითხის გარშემო რო გვესაუბრა. ასე ჩვენთვის ძალიან მარტივი არის სხვა მომიჯნავე დარგებში ახალი აღმოჩენების გაცნობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისე ვართ ჩვენ ჩართული ჩვენი საგნის და სხვადასხვა კიდევ კომპონენტი ის პრობლემა ისენი შემოდისკოდირება რაღაც კლუბების მართვა და ის შეიძლება ასეთ სიახლეებს ვერ გავეცნოთ და ჩემთვის ვფიქრობ ეს უფრო ძალიან მარტივია ასე მოვისმინო და რაღაც სიახლე გავიგო საბუნებისმეტყველო სხვა მეცნიერებებში ვიდრე ვეძებო მე და ინტერნეტით და ან სხვადასხვა სტატიები და ის მერე ჩემთვის რა იქნება საინტერესო. უღრმესი მადლობა თქვენ იმისთვის რომ მოგვაწოდეთ ეს ახალი ინფორმაცია. ეს ჩვენთვის უფრო საინტერესოა. ფიზიკას მაინც ვეძებთ, მაინც ვეცნობით და ფიზიკის იქეთ ბიოლოგია და ქიმია გვრჩება. აი ქიმიის საერთოდ არაფერი არ ვიცით. ნუ ეს ბიოლოგია მაინც ასეთი ბიოლოგიური ორგანიზმები ვართ და გვაინტერესებს. ხო, სხვათა შორის დიდი მადლობა რომ შემახსენეთ, ეხლა ბოლოსაკენ მაინც უნდა დავასრულოთ ეს დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. ძალიან საინტერესო მოვლენა არის, იცით? აი ეს ქალბატონები, შეხედეთ, აი ვინც ნობელის პრემია მიიღო ამაში სულ ყველაფერში, ხო? ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თითქოს ბიოლოგიაზე ვისაუბრეთ, ხო? მათ ნობელის პრემია ქიმიაში მიიღეს. ანუ სინამდვილეში მთელი ჩვენ რო ეხლა არა ისეთი უბრალო ენით ბებია ჩემი ძეხდა ქუხნის ენითო. არამედ სიღრმეებში რო წავიდეთ იქ მეების რა ქვია, უნდა წავიდეთ ორგანულ ქიმიაში და მათ აი ეს აღმოჩენა ორგანული ქიმიის კვლევების ფარგლებში ხდებოდა, მაგრამ კონტექსტი იყო სულ სიცოცხლის მეცნიერების რა. ამიტომაც ეს განუყოფელი არის. კარგი, დიდი მადლობა, რა ვიცი, მადლობა ბოლოში აგერ ამ დადებითი შეფასებისთვისაც და დიახ, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ეს საინტერესო იქნებოდა, რომ თუნდაც ის ვინც ეხა ვერ მოიცალა და ვერ შემოვიდა, ხო, რომ შეიძლება მე ეს ჩანაწერი ნახოს, გადაახვიოს, ხო? და გაეჩნოს შემდეგ იმაზე, მე ვფიქრობ, რომ ნუგზარი ჩამოდის უკვე CERN-დან და დაუთმო მას და ბატონი ნუგზარი ესე იგი ისაუბრებს და მასთან საუბარი საინტერესო იქნება, მაგრამ იქითკენ მე დაგეგმილი მაქვს, რომ რაღაცა ქიმიასაც გადავწვევ. ხო, იმიტომ რომ ქიმიის თანამედროვე აღმოჩენებით სასწაული არის რა. სასწაული არის და პირდაპირ კავშირში არის და შევეცდებით მათ შორის აი ეს კავშირები გავაბად რობოტიკის ნებისმიერთულებით. რაც შეეხება დაწყებითებზე თქვენი შენიშვნა, მე მაძლევს სტიმულს იმისა, რომ იცით რა, მოვამზადოთ ხოლმე აქტივობა რამოდენიმე დონეზე. მაგალითად ის, რასაც ახლა ჩვენ ავტვირთავთ გაკვეთილების სახით, ჩვენ შევეცდებით რომ ესე გავაკეთოთ რა მომავალში რა. აი დაწყებით კლასში რა შეიძლება ამ თემაზე ჩატარდეს, რა შეიძლება საბაზო და რა შეიძლება საშუალოს, ხო? და აი სამ საფეხურის დონეზე მოვამზადოთ ხოლმე აქტივობა. და ესეც ვფიქრობ, რომ ისე განავითაროთ და პაკეტში შევიდაროთ. კარგით, მაშინ თუ შეკითხვა არ არის, დაგემშვიდობებით. შეგიძლიათ დატოვოთ შეხვედრა და მადლობა რომ მოიცალეთ და ჩვენს მოგეცით საშუალება რომ შეგვექმნეს ვიდეო. ნახვამდის, მადლობა.
ნახავთ, მადლობა. კარგად გავიქიშავ ჩაწერას.